მოკლედ ეგეთი ამბავია რა. ამ ბოლოს ესე 2 წლის წინ სადღაც ერთ ძალიან კარგ ადამიანთან მივედი და ესე ცოტათი უწუწუნებ რა, რომ ღმერთო რამდენი რაღაც არის, რაც არ წამიკითხავს და რამდენი კარგი მწერალია, რომელიც არ აღმომჩენია მეთქი რა. ეს რაღაც ვეუბნები და მან იმ ადამიანმა მითხრა ძალიან მაგარი რაღაც. რომ ან ბავშვი მგონია მეთქი თავი მეთქი ლიტერატურულ სამყაროში მეთქი ეგეთ რაღაც უთხარი და გამოუცდელობის. ხო, გამოუცდელობის რაღაც რო არ წამიკითხავს ბევრი რაღაცები, მაგის გამო და ეს კაცი მეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ ზუსტად ეგ არის, რომ მთელი ამბავია მე რომ ბავშვი უნდა იყო რა. მაგის მერე კი გავიდა დრო ბევრი რაღაც წავიკითხე, მაგრამ დღემდე ის განცდა მაქვს, რომ ბავშვი ვარ ამ სფეროში, მაგრამ ძალიან მაგარი განცდა რა რეალურად. ძალიან კარგია. კარო რაღაცა ამ ბოლოს რამდენი კარგი მწერალიც აღმომჩენია, იმდენჯერ ისევ ბავშვად გამხარებია, რომ ვახ რა მაგარია ბიჭო. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეგ თვისება რო არ დაკარგო ის მნიშვნელოვანია და თავში არ აგივარდეს რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი და ყველაფერი წაკითხული მაქვს და რაღაცა. კითხველის ის არის. სხვადასხვა დოჩანაშვილის რაღაცა ვიდეო ნახე გუშინ YouTube-ზე მაგას ამბობს ზუსტად რომ ზოგისთვის რაც უფრო მეტი წიგნი აქვს წაკითხული უარესია, იმიტომ რომ გონია რომ სამყაროს პატრონია და ყველაფერი წაკითხული აქვს და რეალურად ანუ ნამდვილი მკითხველი ის არის ვინც ხო ყოველთვის ახალშობილოს ბავშვი თუ ხარია. ხო. და თავში არ უვარდება. ეგ მართლა მნიშვნელოვანია. კაი და ეხა ის იყო რა ქვია. უნდა ვისაუბროთ დღეს კაცზე, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. სანამ დავიწყებთ საუბარს, გამოიწერეთ ხალხო ჩვენი არხი და ჩვენი თხოვნა იქნება, რომ დაგვეხმაროთ ტექნიკის შეძენაში, KISA-G-ის ლინკი იქნება აღწერაში. კაი, გადავიდეთ ახლა. სტანდარტულად დავიწყოთ მაშინ. ხო არ დავიწყოთ ისევ დასაწყისით. მიდი გახსენი. იმიტომ რომ მე მგონია რომ ამ ტექსტის დასაწყისი ბევრ ანუ პირდაპირ ესე რაღაცა შეცურავ იმ იდეაში, რასაც ეს ტექსტი გადმოგცემს რა დასაწყისით. წავიკითხავ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა: თქვენს მომავალ ნაშრომში უნდა აისახოს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტების ასახვა და გამომჟღავნდეს კანონზომიერებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მის დამოკიდებულებას ცხოვრების პირობებისადმი. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების იმ მხარეებში, რომელსაც ამჟამად გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა ვიდრე აქამდე, პატარა ადგილს როდი იჭერს ყოფა ცხოვრება, წარმოების გარეთა სფერო ადამიანის საქციელსა და მოქმედებაში. ასანთი ხომ არა გაქვს? ხო, ის ბოლო ნაწილი ის იყო. დააგვირგვინა. ხო, ანუ ეხა რა დასაწყისია რა მოკლედ. თუ გინდა ჯერ შენ თქვი. მე მგონია რომ ჩემი წარმოდგენით შენ როგორი ინტერპრეტაციაც გექნება ან ნაწარმოების ეს დასაწყისი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. კი. ჩემთვის ეს დასაწყისი უკუღმა უნდა დატრიალდეს იმისთვის რომ ნაწარმოებს დააჯდეს. მოდი შენ მოგისმენ ჯერ. კაი. ესე იგი, პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება რა თქმა უნდა ენას. ანუ ენა არის რაც ოღონდ არა შინაარსი, იმიტომ რომ შინაარსს მაგენიდან ვერ გავიგებთ. ფორმას რა, ანუ რა ფორმით იწყება მოთხრობა. და იწყება იმ ენით, რომლიდანაც აზრის გამოტანა შეუძლებელია. ანუ ენას გამოცლილი აქვს მთავარი ფუნქცია აზრის გაცვლა. ანუ შინაარსი გამოცლილი აქვს და დარჩენილი არის ფორმა. აი მაგალითად აისახოს ასახვა და რაღაცა ტელევიზორში რო კოსტუმში და ჰალსტოხში გამოწყობილი ადამიანები რო კანონზე ლაპარაკობენ, აი ეგეთი ენა ოღონდ მაქსიმალურად იუმორისტულ ჭრილში რა, აი მაქსიმალურად გაღადავებულია ეგ ენა. ხო და ეგ ეხა რას ნიშნავს? ჩემი აზრით დასაწყისიდანვე ვიგებთ იმას, რომ ეს მოთხრობა გვიყვება ეპოქაზე, სადაც ენას გამოაცალეს შინაარსი. და ასეთი ეპოქა დადგა ხელოვნური ჩარევის შედეგად. გავიხსენოთ რომელ წელს არის დაწერილი მოთხრობა 73 წელს 1900. 73 წელს ჯერ კიდევ კი არა არც ისე ახლოა საბჭოთა კავშირის ნგრევა. დაახლოებით 20 წლის მერე დაინგრა საბჭოთა კავშირი, ნუ აზროვნებაში ახლა როდის დაინგრა ეგ საკითხავია, მაგრამ ცენზურა ისევ მუშაობს და მოკლედ ავტორი გვიხსნის გვიყვება თავის თანამედროვეობაზე, ხო? ანუ ტოტალიტარულ ეპოქებში რატომ ხდება ის, რომ ენას აცლიან შინაარსს? პირველ რიგში დავუშვათ კითხვა რითი ვაზროვნებთ ჩვენ, ანუ როგორ რა ტიპზეა დაფუძნებული ჩვენი აზროვნება.
და პასუხი არის ენა. ანუ ჩვენ ვაზროვნებთ ენით. აი მაგალითად, რამდენი მე ენა რო იცი, ხო არის რომ ზოგ ენაში აი რაღაც აზრის გამოხატვა უკეთესად, აი ამ ენაში ეს სიტყვა უფრო კარგად გამოხატავს იმ აზრს, რისი თქმაც ეხა მინდა რა. ხო, მესმის ეგ. ანუ ენაზე არის მთელი ჩვენი აზროვნების ტიპი დაფუძნებული. და ამით ტოტალიტარული რეჟიმები ენისგან შინაარსის გამოცვლით აკეთებენ იმას, რომ აზროვნებას გამოგვაცლიან მთლიანად. და ადამიანი ხდება ცარიელი ფორმა და შედეგად მას არ შეუძლია რომ ინდივიდუალურად დამოუკიდებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას აზროვნების თვალსაზრისით. ანუ ვერ აზროვნებს ადამიანი, იმიტომ რომ ენა გამოაცალეს. თან უფრო ბიუროკრატიული ის არის და კიდე გიდასტურებს მაგას. კი, ზუსტად. და მან შეგვიძლია გავიხსენოთ აი მერაბ მამარდაშვილს აქვს ძალიან კარგი ლექცია, აი ზუსტად საბჭოთა კავშირი ინგრევა და ფიზიკის ინსტიტუტში თამარაშვილზეა დღეს აქვს ზუსტად ენაზე და ტოტალიტარიზმზე ლექცია, სადაც ის ამბობს, რომ ზუსტად ამას საუბრობს, რომ ენას ეცლება, ანუ როგორ აკონტროლებს რეჟიმი, ტოტალიტარული რეჟიმი ენის გავლით ჩვენს აზროვნებას. აი მაგალითად პუტინის შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი, თუ რას უწოდებს პუტინი უკრაინაში შეჭრას რუსეთის მხრიდან. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ანუ რას აკეთებს ამით? რომ არათუ საკუთარ მოსახლეობას, არამედ მთელს მსოფლიოს, ვისთანაც კი მიუწვდება ხმა, ამ ადამიანებთან მიაქვს აზრი, რომ თითქოს ეს არ არის ომი. ეს არის აი სპეციალური სამხედრო ოპერაცია. აი უცებ შევედით, თან სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნიშნავს, რომ იქ რაღაცა მოხდა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმოქმედოთ, გესმის? ხო, ზუსტად. და აი ოპერაცია უნდა ჩავატაროთ. აი თითქოს რაღაცა ის არის, ქირურგიული ჩარევა და არა სისხლიანი შეჭრა და რაღაც, ხო ხდები? ანუ ეს არის მნიშვნელოვანი და ზუსტად ამით იწყება ეს ტექსტი. კი. ხო. ენის ნაწილში მოგყვები ძალიან უბრალოდ რა, ჩემი აზრით, ჩემი ინტერპრეტაცია უკვე იდეაში ტექსტზე და ტექსტში დარჩენილი. მიყვება შენსაც რა. ძალიან გეთანხმები იმაში, რომ გაუგებარია აქ რაც წერია, ბიუროკრატიის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ აბზაცში ჩემთვის. და კიდე შემოდის ის დეტალი, რომ აი მე უბრალოდ ტექსტს რო აგრძელებ, უნდა მოუბრუნდე ამ პირველ აბზაცს, ანუ იმას, რასაც ეუბნება უფროსი ხელმძღვანელი, რასაც ეუბნება თავის იმას. უნდა მოუბრუნდე ამ ნაწილს და უნდა წაიკითხო მას მერე, რაც გაიგებ ვასო კეჟერაძე, როგორ აგებს სიტყვებს, როგორ აგებს წინადადებას. ანუ ყველაფერს რო ცდილობს, რომ სიცოცხლე მისცეს, ყველა წინადადებას, ყველა სიტყვას. რაღაცა უნდა ამოძრავო რა. მთელი ეს პირველი აბზაცი ჩემთვის არის იმის დასტური, რომ ტექსტში გვექნება შეჯახება ორ რაღაცას შორის, ეს იქნება უმოძრაობა, ეს იქნება უსიცოცხლობა, ეს იქნება სიკვდილი, თავისი უმაღლესი ფორმით, რომელიც მოიაზრებს სულის სიკვდილს და მეორე მხარეს იქნება სიცოცხლის მაქსიმალური გაბრძოლება, იქნება ადამიანი, რომელიც იმდენად ცოცხალია, რომ საკუთარ თავში ვერ რჩება და აი ეს დაპირისპირება გვექნება რა. რეალურად ანუ ერთ მხარეს, ანუ მოწინააღმდეგე მხარეს, რომელიც სასიამოვნო საერთოდ არ არის, რომ უყურო ავტორი ატევს მხოლოდ ერთ აბზაცში, აქ ატევს და შიგადაში კიდე რაღაცა პატარა შემოჭრები ექნება და ცოცხალ ბუნებას, რომელიც მეორე მხარეა, ვასო კეჟერაძის მხარეა, ის უკვე მთელი რაღაცა 40 გვერდით რამდენიცა ყოველთვის შიგადაში შემოვარდება რა. რაღაცა აბზაც ეს პატარა მინიშნებს გვაძლევს რა. იდეაში ეგ კიდე ცალკე რაღაცა პოეტურად რო ვთქვათ, ის არის რომ სიცოცხლე უფრო სტაგნატური მდგომარეობა და ამ სტაგნატურ მდგომარეობას ერთი აბზაცით კმარა და სიცოცხლე მოძრავი მდგომარეობა და ეს მოძრავი მდგომარეობა მთლიანი ნაწარმოების მანძილზე უნდა გაწელო რა. აი დაახლოებით ეგეთი არის ჩემი შეხედულება. მე მგონია ენაზე ზოგადად ენის ფენომენზე ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ რეალურად ლიტერატურაც ხო ეგ არის, ლიტერატურა არის ენის და ინტერპრეტაციის ხელოვნება და მნიშვნელოვანია ის თუ რას წარმოადგენს საერთოდ კაცობრიობისთვის ენა. აქ ვასო კეჟერაძეს რო ეკითხებიან, იდეაში ეგ ძალიან მომწონს. როგორ საიდან იცი რომ კარგი ავტორია, მას საიდან იცი რომ ცუდი ავტორიაო რა და იქ მოთმინიერების ელემენტზე რო ლაპარაკობს, რომ რაღაცა თუ აი ვეფხვის მოთმინიერება შედარებით მარტივია, ძაღლის მოთმინიერება ხო ძალიან მარტივია. გლის მოთმინიერება თითქმის შეუძლებელია და მე კარგი ავტორი წარმომიდგენია როგორც მგელზე შემჯდარი არწივი რო აზის ხელზე ეგეთი ადამიანი. და ჩემს ენის მოთმინიერებაც ეგეთი ელემენტია, როდესაც ვერ ახერხებ რომ ენა მოითმინიერო, ენა იქნება აი ესეთი რაღაცა მდარე თუ მაგისტოს უსიცოცხლო იქნება რა ძალიან. მოთმინიერებაში რას გულისხმობ? ინდივიდუალურ დონეს გულისხმობ თუ სახელმწიფოს? შეძლო ენით გამოხატო ყველა ის მიმართება, რომელიც გაქვს. და ზუსტად გამოხატო, აი მაგალითად მოიისფრო, ესეც სიტყვას რომ მოიფიქრებს ვასო კეჟერაძე. ეს ხო არის რომ საკუთარი მიმართება გამოხატე. ან რაღაცა მე ვარ მაშა სადამე. საკუთარი მიმართების გამოხატულება, ეს არის მოთმინიერების ელემენტი. თან ვარი თვინიერები იმეორებს სიტყვებს ყოველთვის ერთ და იგივეს ამბობს. აი ეგ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ენა
არის შენი ინდივიდუალიზმის მაქსიმალური გამოვლინება. შენ წერალი კი არა, ზოგადად ადამიანი რა ენაზეც მეტყველებს, ის უნდა იყოს მისი ენა და არა სხვისი. ანუ შენ პირველ რიგში უნდა გქონდეს საკუთარი ენა და კრიტერიუმი, რითიც შეგიძლია რომ განასხვაო ადამიანი ვიღაცას ბაძავს, აკოპირებს თუ თავისი თავი არის ენა პირველ რიგში. იმიტომ რომ აი რო ლაპარაკობს ადამიანს ეგრევე ეთყობა რომ მოიცა ეს ეხა იმან თქვა და ეს რაღაცა ძალიან გავს იმას რა. ხო და ზუსტად ამიტომ ერჩის ტოტალიტარული საზოგადოებები ენას, ხო? და აი აკაკი ბაქრაძის წიგნი გვიდევს აქ მწერლობის მოთვინიერება, ხო? იდეალური სათაურია, როგორ ითვინიერებს მწერლობას და ენას ზოგადად საბჭოთა კავშირი ტოტალიტარული რეჟიმი, ხო? რატო? იმიტომ რომ რაც ვილაპარაკეთ. ზოგადად ის ფუნქცია ქონდა საბჭოთა კავშირში მწერალს, რომ ის უნდა ყოფილიყო სულის ინჟინერი, ხო? აი მახინჯი ხედვა, რომ მწერალმა თითქოს ადამიანის რაღაცა სული უნდა ჩამოაყალიბოს და ეს რაღაცა 1000 გვარი სისულელი, ხო? რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ძალიან დიდ რისკებს შეიცავს, რომ მაქსიმალურად ჩაერიო ადამიანის ყველაზე ინტიმურ ნაწილში, რომ ენა შეუსწორო. აი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს ნიშნავს რომ მას აზროვნება შეუსწორო. აი საკუთარ თავთან ვერასდროს რჩება მარტო ადამიანი თუ მის ენაში ვიღაც სხვაც არის. ხო, იმიტომ რომ სხვისით ელაპარაკება საკუთარ. ხო, წარმოიდგინე რომ აი შენ და მეორე შენ და შუაში ვიღაც რომლის გავლითაც ერთმანეთს ელაპარაკებით. ამაზე გამოდიხარ მაშას ადამიანი. ზუსტად. აი ჩემმა მეგობარმა მომიყვა სტალინის პერიოდია აღმაშენებელზე პლეხანოვს რო ეძახიან ის აღმაშენებელი მიდიოდა ერთი ადამიანი არ მახსოვს ვიზზე მომიყვა და მოკლედ აი ძალიან დიდი ის იყო ბროშურა თუ პლაკატი სტალინის გაკრული რა და აი ესე ჩაიარა ეს ადამიანი თვითონ უყვება ჩემ მეგობარს ამ ამბავს რომ ჩავიარეო და გავიფიქრე ერთი ამის დედაცო რა ოღონდ გაიფიქრა ანუ არც უთქვი არც მიმიკა არაფერი და უცებ ერთი ორი ნაბიჯი გადადგა გაჩერდა და გაშრა და ესე მიიხედა იქეთ-აქეთ ვინმე მხوار გაიგონა რა ვთქვიო წარმოიდგინე რა დონეზეა შემოსული დიქტატორი და ტოტალიტარი და ეს რეჟიმი რომ შენ საკუთარ ფიქრებთან შენ გეშინია რომ შენი ფიქრი მხوار გაიგონეს აი სრულიად მოშლილია ინდივიდუალიზმის საზღვრები და იმდენად მახინჯი გახდა ის სამყარო რომელშიც ცხოვრობთ რომ უკვე მუდმივი შფოთვის და მუდმივი რაღაც ის არის რა გახსნილობა რა აი იდეაში აქაც ხო ხდება რომ ცდილობენ რომ რაღაც სამსახურში შეიჭრნენ უკვე და ეხლა ცდილობენ რომ პიროვნულ ცხოვრებაში შეიჭრნენ ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს თავისუფალ დროს ყველაფერი უნდა უკონტროლოს რეჟიმმა ადამიანს თან რატო ინტერესდებიან განსაკუთრებით ვასიკო კეჟერაძით იმიტომ რომ ის სხვანაირია ის არ გავს ამათ და შესაბამისად ის უნდა მოითვინიერო ხო როგორც შენ თქვი ოღონდ ეს უარყოფით კონტექსტში მოთვინიერება იგულისხმობს თავისუფლებისგან მაქსიმალურად დაცლა მაგათვის მოთვინიერება ვასიკოსთვის თავისუფლების მაქსიმალური აღქმა მოთვინიერება ხო და რისი გავლით აღიქვამს თავისუფლებას ლიტერატურას და მაგაზე აუცილებლად ველაპარაკებთ თუ რამდენად სწორია ან არასწორია ვასიკოს აღქმა და რას ნიშნავს საერთოდ ლიტერატურა იყოს ეგ ხო ეგ ცოტა მე აუ რაღაც უნდა მithქო ერთ შემო მოდი სანამ გაიხსენებ მე ვიტყვი. კი, მე. მე მომეწონა ის, აი ინტერვიუს როგორ ატარებს რა. ძახილის ნიშანით სვამს კითხვებს, ანუ თამაზი, გვარი, სახელი, სქესი, ხა სქესიც ისე გადავევა, მაგრამ ანუ კითხვას კი არ უსვამს. თითქოს ვალდებულია რომ გიპასუხო. ხო ხტები, ანუ დამოკიდებულება ერთ სასვენ ნიშანში როგორ შეიძლება გამოჩნდეს აი ამ ბიუროკრატიული სტრუქტურის ძალიან კარგად ჩანს უბრალოდ ძახილის ნიშანში და ეგ ძალიან ნიჭიერი მწერალია ეხა ყველას არ ვაქებთ ჩვენ უბრალოდ ვინც იმსახურებს ეხა ჩვენ ვინ ვართ ეხა ერთი წუთი შევაქოთ ან არ შევაქოთ ხო მაგრამ ის არის რომ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისეთი დეტალები რაც კიდევ უფრო დაგვანახებს რომ კალამი მაგრად უჭრის დოჩანაშვილს ხო ხო არ გაიხსენე ისეთ მაგინდოდა აი მაშინ იმას ვიტყვი რა ქვია ტოტალიტარიზმზე რო არის ლიტერატურა ავტორი მინდა რომ ჩავთო ისევ გურამ დოჩანაშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა მწერლობის მიღმა რომელიც იყო ანტისაბჭოთა მოღვაწე ჩვენ
ну ცნობილი ფაქტია რომ რაღაცა გელა ჩარკვიანი, მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდია და დოჩანაშვილი იყვნენ კლასელები, ხო? და კოსტავა გამსახურდია დოჩანაშვილის სახელს, თორშტები 6 იყვნენ თავიდან, ხო? უკავშირდება გორგასლიანის, ანუ პირველი იატაკქვეშა ახალგაზრდული ორგანიზაციის, ესე ვთქვათ, გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც ზუსტად 56 წლის 9 მარტის შემდეგ ჩამოაყალიბეს და ავრცელებდნენ პროკლამაციებს. და თუ სწორად მახსოვს, ზუსტად დოჩანაშვილის სახლში იბეჭდებოდა პროკლამაციები. ანუ გურამ დოჩანაშვილი არის ერთ-ერთი პირველი დისიდენტი საქართველოში და ლოგიკურია, რომ მას დაეწერა ისეთი ტექსტი, რომელიც ყველაზე მეტად გააკრიტიკებდა და ირონიულად წარმოაჩენდა საბჭოთა რეალობას და შესაბამისად განმაზოგადოთ უნდა, ხო, ეს მარტო საბჭოთა კავშირზე არ უნდა კონცენტრირდეთ, ეს მოთხრობა არის სოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი და აუცილებლად ისეთივე ადგილი უკავია, როგორც მაგალითად ჯორჯ ორუელს, ხო, რომელიც ახლა სოფლიოში ცნობილია და ცხოველების ფერმა და 1984, მაგრამ ჩემი პირადი გემოვნების მიხედვით და პატრიოტიზმი არ იმას მიშვება, ეხა არ მწონის, ჩემთვის უფრო მეტი ღირებულება აქვს ამ ტექსტს, ვიდრე მაგალითად ცხოველების ფერმა, იმიტომ რომ მხატვრული ღირებულებით ვერც შევადარებ საერთოდ, ხო? ბევრად დიდია ეს კაცი. მე ლიტერატურულ გემოვნებაში პატრიოტიზმი არ მერწევა და მეც მაგაზრზე ვარ, რომ ჯორჯ ორველს ბევრად ჯობია. შენ უფრო არ გეთქმება, მით უმეტეს და შენ რომ ამბობ. ხო, ეს არის რა ქვია. ეგრე ძდება. კი, ტოტალიტარულ რეჟიმებთან დაკავშირებით სრულიად მოვყვები რა. ნუ თან აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ რომელი პირი ყვება. ანუ ტოტალიტარული რეჟიმის უკვე გადამუშავებული პირი ყვება რა და აუ ბიჭო ბოლოში, აი მაგას პირველად აბზაცი ხო ვიყარგეთ, ბოლო აბზაცი ამხელა აბზაცია დასაწყისში. ამხელა რაღაცა სიმახინჯე წერია და ბოლო აბზაცი რა არის? ერთი წინადადება ჩამომალაბორანტეს და მორჩა. და აი გარი შენ ტოტალიტარული რეჟიმი, ამას პრობლემა არ აქვს. და ტექსტი იმიტომ არ გრძელდება, რომ შიო, კაი ჩამომალაბორანტეს, მაგრამ მორჩი. სხვათა შორის ეგ იმას ნიშნავს, ეხა კაი რაღაცა ახსენე, რომ ანუ ენის გავლით ვასიკო კეჟერაძე ახერხებს, რომ დაამარცხოს ბიუროკრატიული ენა. იმიტომ რომ დასაწყისში თუ აი ეს სიმახინჯე გრამატიკული შეცდომები, სტილისტიკური შეცდომები, შინაარსი გამოცლილი და ასე შემდეგ, ბოლოს არის ერთი სიტყვა, თან ულამაზესი ქართული სიტყვა, რომელიც აი თარგმნელი რო იყო, ტვინს დავასხამდი მაგის თარგმნაზე. ჩამომალაბორანტის. და აი მაგით 73 წელს აი წერტილი დაუსვა ჩათვალე საბჭოთა კავშირს და წინასწარმეტყველებს, ხო, იწინასწარმეტყველებს დოჩანაშვილო, რომ აი ესე ჩამოვალაბორანტებთ ყველა ტოტალიტარულ რეჟიმს. და მართლაც ეგრე მოხდა. და ეს არ არის მარტო რაღაცა 91 წლამდე ამბავი. არა, ზოგადად, კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც დადგება ის ეპიზოდები, ის მომენტები, როცა ტოტალიტარიზმში შევაბიჯებთ, აუცილებლად დადგება დრო, როცა ჩამოლაბორანტდებიან ყველა ზემდგომნი. და ეგ ის არის, ხო? დიქტატორული სიტყვა შეიძენს თავის სიცოცხლეს. რაღაც მომენტში ტოტალიტარული რეჟიმი რომ მოკლავს სიტყვას, აუცილებლად გამოჩნდება მე ვიღაცები, ვინც სიტყვებს მიანიჭებენ სიცოცხლეს. რა წამსაც სიტყვას ექნება სიცოცხლე და მისი ბუნებრივი მნიშვნელობა იმ წამს მორჩება ტოტალიტარული რეჟიმის სიძლიერე. ეს ძიებაში ეს ნაწარმოებიც მაგას მიყვება და ძალიან ბევრი ტოტალიტარული რეჟიმზე არსებული ნაწარმოები მაგ თემატიკაზე. ღვინო რო გქონდეს მაგის სადღეგრძელოს დავლები დიდი სიამოვნებით სიტყვა როგორც შურის მაძიებელი. და ლიტერატურა ხდება ხო ეგ. ანუ წერლები ხდებიან იმენი. და საქართველოს ხო ეგ არის. აი ზუსტად აკაკი ბაქრაძეს უწერია, რომ საქართველოს პირველ რიგში ლიტერატურული ქვეყანაა, ხო, აი მეფეები, პოეტები იყვნენ და ფრისტყაოსანი და რაღაც, მოკლედ. მნიშვნელოვანი ის არის. ხო არ გადავიდეთ ამაზე რა ქვია, კარცერ ლუქსის იდეაზე. აი კარცერ ლუქსზე ჩხუბი მოგვიწევს. ჩხუბი მოგვიწევს. მოდი მაშინ მე ვიტყვი ჩემ ინტერპრეტაციას. ეხა შეიძლება ისე გამომივიდეს რა ქვია ცოტა ქედმაღლურად, მაგრამ მგონია რომ ეს ტექსტი აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველებისა არასწორად გვესმის. ოღონდ რატო? აი მე მაგალითად Facebook-ზე ხშირად ვხვდება რაღაცა კარცერ ლუქსი გვერდი და რაღაცა პოსტავენ, ანუ კარცერ ლუქსი როგორც კარგი იდეა რა. და მე მგონია რომ ეს არის ვასიკო კეჟერაძის და შესაბამისად გურამ დოჩანაშვილის იუმორნარევი და ირონიული ჩანაფიქრი, რომ აი ანკეს გადაუგდებს მკითხველს და ამ ანკეს თუ წამოეგება, ესე იგი შენ ისევ ტოტალიტარიზმში ხარ და შენ მინიმუმ გემუქრება საფრთხე, რომ ტოტალიტარიზმმა მოგატყუოს და შეგიტყუოს. რატო? დავიწყოთ თვითონ სიტყვით. ბიჭო, კარცერი რას ნიშნავს? კარცერი არის ციხე, ხო? ანუ ლუქსი რა არის? ანუ რაღაცა აი მაღალი, ხო, აი ხუთვარსკვლავიანი, არის რანაირად შეიძლება ხუთვარსკვლავიანი იყოს ციხე, ხო? ანუ დადებითი კონტექსტი და უარყოფითი კონტექსტი შეაერთა, ამას ანუ შეუძლებელია რომ ანუ კარგი ეშმაკი, ანუ რას ნიშნავს? ანუ მაგას ხო თვითონაც ამბობს.
ორი ისეთ სიტყვა უნდა გავაერთიანო ეხლა რომელიც არ მოდის ლოგიკაში. ხო, მაგრამ ნახე, საბოლოო ჯამში მკითხველს რჩება ასოციაცია, რომ აუ დოჩანაშვილმა რა მაგარი რამე მოიფიქრა, ბიჭო, ეს რა მაგარი რამეა. ხო და რეალურად არის რომ იღებს ციხეს, ხდის უფრო მაგარ ციხეს და შიგნით უშვებს ადამიანებს, ანუ თვითონ არჩევს ადამიანებს, უშვებს კარცერში, იქ რაღაცა ცდებს ატარებს ამ ადამიანებს და იღებს პროდუქტს. ხო. და ეს არის ის, რასაც ჩვევა ტოტალიტარიზმი. ანუ იღებს საზოგადოებაში ადამიანს, აქცევს ვაკუუმში, მასზე ატარებს რაღაცა სახის ცდებს და შემდეგ აყალიბებს პროდუქტად. აი აქ რას ამბობს მაგალითად? მერე და რა გამოვა ამით, ანუ კარცერლუქსით. რა გამოვა და რომელიმე კლიმი. ანუ წარმოიდგინე საზოგადოება, სადაც ყველა კლიმია რა. ეგ რანაირი საზოგადოება? ეგ არის ტოტალიტარული საზოგადოება, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს გავს, ყველა კლიმია. ეგ არ არის თავისუფალი საზოგადოება. ყველა არის ერთი და იგივე. პლუს იქ რო წიგნებს შეიტანს, იმ წიგნებს ვინ აარჩევს? ვინც ააშენა ეს კარცერლუქსი, ის შეიტანს წიგნებს, ხო? ტექნიკურად ხო? ტექნიკურად. ხო, ტექნიკურად. კიდე პლუს არის რომ იქამდე არ გაგანთავისუფლებთ, სანამ კარადაში მოთავსებულ წიგნებს არ წაიგითხავთ. აგერ კიდევ ახლა მხოლოდ სახეზე უნდა შევხედოთ ჯელს, როგორი გამომეტყველებით კითხულობს და თუ საკმარისადაა ჩაფლული, გავუშვებთ. ანუ ეს არის ჩარევა ადამიანის თავისუფალ ნებაში, ძალით მიყავს რაღაცას აკეთებინებ და თითქოს აყალიბებ კარგ ადამიანად. არა და რეალურად ყველა კლიმი არის ამ საზოგადოებაში და ეხა ბოლო წინადადებით რო შევაჯამო. ანუ ამით რეალურად დოჩანაშვილი აკეთებს იმას, რომ გვიჩვენებს შეტრიალებული, ანუ შენ უნდა შეაბრუნო და კარგად გამოჩნდება რის თქმაც უნდა რა. ტოტალიტარული საზოგადოება როგორ ტკბილად გვაპარებს იდეას, რომ ჩვენზე ზრუნვით ზემოდან ვიღაცა ჩვენ უკეთეს ადამიანად ჩამოგვაყალიბებს. და რეალურად ეგ არის ის, რასაც საბჭოთა კავშირი აკეთებდა, ხო? კომუნისტურ და მარქსისტულ კარცერლუქსში მოგაქცევდა და შენ ამ აზროვნების ტიპს ისე გიყალიბებდა, რომ საბოლოოდ მივიღეთ საბჭოთა ადამიანი. ესეც იგივეა, უბრალოდ შეალამაზა დოჩანაშვილმა და შენ ამ თითქოს ლიტერატურული და რაღაცა კითხვა და ვიღაცა ქუჩიდან შემოიყვან და გაანათლებდა რაღაცა, საბოლოოდ მიიღებ კლიმს. უბრალოდ, ანუ ერთი და იგივე მოდელია, უბრალოდ არ უნდა წამოვეგოთ ამ ანკესზე, რომ უი რა მაგარია. იმიტომ რომ ეს არის საფრთხე ტოტალიტარიზმის და შენ ძალით კითხვას ვერავის ვერ შეაყვარე. არ მოსულა. ეგ არც ამუღამი რომ ძალით შეაყვარო კითხვა. ანუ ნახე, მუღამი ეგ არის რომ შენ ლიტერატურის გავლით უკეთეს ადამიანად აყალიბებ კარცერლუქსში. არა, სიკვდილის აღარ ეშინოდეს და სიცოცხლე განიცადოს მაქსიმალურად. ხო და რანაირად განიცდის კარცერლუქსში? ამოვიღებ აქეთ ნელ-ნელა. მეც ანუ ძალიან მესმის მაგ არგუმენტის და ანუ ზოგადად საკაცობრიოდ ეგ ინტერპრეტაცია კი არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დოჩანაშვილმა ეგ გააკეთა. ანუ დაატრიალებინა ესე, იმიტომ რომ ეჩვენებინა, რომ ხალხო, რავი, ტოტალიტარული რეჟიმი მუშაობს ესე, რაღაცას დაგიწერთ, რაც სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ თუ გაიაზრებთ, რაც წერია, მიხვდებით, რომ უი, თურმე არ უნდა იყოს სასიამოვნო. მაგას ძალიან მოკლა, იმერს მოკლები, რომ ქართულ მკითხველს დიდად არ ისმის კარცერლუქსის იდეა, მაგრამ მე რო მკითხულობდი და წარმოვიდგენდი კარცერლუქსის მდგომარეობას რა. და პლუს ამას მე რაღაცა ვასიკო კაჟერაძე როგორ ხსნის ლიტერატურა მისთვის რას ნიშნავს და რა დატვირთვას ატარებს. პირველი რაც აი გონებაში რაც წარმოვიდგინე, იყო ოდისევსი როგორ იყო კალიფსოსთან კუნძულზე. ანუ ჩემი წარმოდგენით კარცერლუქსში მყოფი ადამიანი და ის აი ეგრევე ერთად დავსვი. ანუ ჩემი წარმოდგენით ეს კარცერლუქსი არის მცდელობა, რომ ადამიანი მარადიულ აწყოში გაჭედო და მარადიულ აწყოში გაჭედო როგორი რაღაც ლიტერატურით გაჭედო მარადიულ აწყოში. ლიტერატურით გაჭედვა რას აკეთებს მე მან რა? ანუ როგორც მე თვითონ ვასიკო კაჟერაძე ხსნის რა არის ლიტერატურა? ლიტერატურა მისი წარმოდგენით არის რომ მილიონი სიცოცხლის ხელმეორედ განცდა. მილიონჯერ განცდა, მილიონი ქალის შეყვარება, მილიონი კაცის მოკლა, მილიონი გაბრძოლებაში წასვლა, მილიონი გამარჯვება, მილიონი დამარცხება, ყველაფერი რაც სიცოცხლეში არსებობს. ეს არის მისთვის ლიტერატურა. და შესაბამისად, როგორ გარემოში სვავ, კარცერლუქსში რო სვავ, ეგეთ გარემოში სვავ. იმ ადამიანს ასევე მილიონი სიცოცხლის განცდის საშუალებას და უნარს. ის ადამიანი რო განიცდის ამ ყველაფერს, შესაბამისად მე მიხვდება რომ მისი სიცოცხლე არ უნდა იყოს უბრალოდ სტაგნატური და გაჩერებული. ანუ უკვე განიცადა ყველაფერი, უკვე დაინახა ყველაფერი, უკვე შეუძლია ყველაფერი. მას შეუყვარდება ლიტერატურა თუ არა, გააგრძელებს თუ არა წაკითხავს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა ისაა რომ რა პროდუქცია აძლევ. და მაგიტო გითხარი ტექნიკურად იმას აძლევ რაც შენ გინდა, მაგრამ ტექნიკურად მაგას კი არ აძლევ. ანუ მესმის რომ ტექნიკურად შეზღუდულია ამ წიგნების რაოდენობა რომელიც შეიძლება მიაწოდო. მაგრამ მან მუღამი ისაა რომ მაქსიმალურად ბევრი უნდა მისცე. ყველაფერი უნდა მისცე აბსოლუტურად და თან მნიშვნელოვანი ისაა რომ ეტაპობრივად აწვდი. ან ბანიდან იწყებ, ანუ სიტყვების მნიშვნელობას აცნობ ჯერ, მე ცნებების მნიშვნელობას აცნობ და მე აძლევ საშუალებას სიცოცხლე განიცადოს მარადიულად და უწყვეტად, გაუჩერებლად და როცა მიხვდები სახეზე რომ დააკვირდები და მიხვდები რომ ის ადამიანი სხვის ცხოვრებაში უკვე ისეა ჩაფლული, რომ ვეღარ წყდება, გამოუშვებ რომ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრობს.
აი ეს არის კარგი ლუქსის იდეა. მე იცი რა არ მომწონს მაგ იდეაში. შენ კარგი გაგებით ცხვირს ყოფი იქ, სადაც არ გეკითხება არაფერი. არ გესაქმება. შენ იძენ ღმერთის ფუნქციას მან. შენ რატო ადამიანს არა აქვს ეგ მისია და ეგ ვალდებულება, რომ სხვა ადამიანი მასზე ზრუნვის იდეით ჩასვას კარცერლუქში და მის გამოსწორებაზე იზრუნოს. იმიტომ რომ შენ არ იცი, ნახე, არ აქვს მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში მაინც მაგაზე ზრუნავ, იმიტომ რომ შენ გინდა რომ რაღაცა განაცდებინო მას და რა იცი რომ ეგ რაღაცა რაც შენ გინდა განაცდებინო ჭეშმარიტია. შენ პრეტენზიას გამოთქვამ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე, ხო? ხო, ჩვენ კი არ გვინდა რომ განვაცდებინოთ რაღაცა რაც ჩვენ გვინდა რომ განიცადოს. უნარი შეზიმა. ხო, აი ეგრე. ჩვენ გვინდა რომ რაღაცების განცდის უნარი. რატო ხარ დარწმუნებული რომ ეგ უნარი არის ის, რაც ჭირდება ყველა ადამიანს? ხო, და ადამიანების განცდის უნარზე გვაქვს ლაპარაკი. იმის განცდის უნარი რომ ცოცხალი ხარ, ადამიანი ხარ და არსებობს სამყარო. არსებობს მან კარგად იწყებს თან მაგ ნაწილს ძალიან რა, ყველაზე გამყინველი ხმა არის ხმა, როდესაც კუბოს ეცემა. აუ, ეგ ძალიან ისიყო ბიჭო, აი. ეგრე იწყებს და წარმოგიდგენთ. ხო და მაგას გიტყავს რომ ეგ გვინდა რომ ვაჩვენოთ, მაგას ამობს რა. იდეაში მე ბოლომდე კი არ ვამართლე, უბრალოდ ვცდილობ რომ ამ პერსპექტივიდან. არა, მესმის კი. მე იდეაში ძალიან არ ვარ მომხრე იმის რომ ვიღაცას ძალით ხელი მოვკიდოთ და არა, ეგ ვიცი კაცო, ჰიპოთეტურად ხო, ამ ჰიპოთეტურ გარემოში მე მოვკიდებდი ხელს და შევაგდებდი. იმიტომ რომ ხო ეგრე იწყებ რომ კუბოს რო ეცემა ეს თავსახური, ყველაზე ყრუ ხმა არის ეგ. მაგაზე უარის ხმას ვერ მოისმენ ვერასდროს ვერსად. და წარმოვიდგინე ადამიანი მაგ ხმას მოისმენს მარტო ან ხვის დაკრძალვაზე და საკუთარ დაკრძალვაზე ვერ მოისმენს მაგ ხმას, ხო? და ამიტომაც ან ძალიან ძაფრად ექნება იმის განცდა რომ მოკვდება და ეს შეაშინებს. ან საერთოდ სიკვდილზე არ ფიქრებს და ვერ იცოცხლებს ნორმალურად. ვერ განიცდის სიცოცხლის უწყვეტობას, სანამ არ მოკვდება. და ჩვენ უბრალოდ ამ იდეას უნდა ეგეთი რაღაც გააკეთოს, რომ სიცოცხლის განცდა აუყანოს უმძაფრეს ფორმაში, რომ იცოდეს, რომ ცოცხალია და ეს შეგიძლია იცოდეს ხვისი სიცოცხლის წაკითხვით. სხვა რო ცოცხალია მაგას რო კითხულობ. ნახე, მე ხო ეგ ბოლოს კაი რაღაცა თქვი. მე ესე ვიტყვი, ნახე, მე სიამოვნებოდა ჩემ შვილს რო ჰქონდეს სიცოცხლის განცდა, იმიტომ რომ მგონია რომ კარგია ეგ. მაგრამ არ ვიცი ვერ ვიღებ საკუთარ თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ ეს გავხადო მასშტაბური. იმიტომ რომ ამას სჭირდება რაღაცა აბსოლუტური ცოდნა, რაც მე არ მაქვს. აბსოლუტური ცოდნა არ სჭირდება. არ ვიცი სიცოცხლის განცდა როგორ უნდა მიაწოდო ადამიანს. ნახე, ეგ არ არის საგანი, რასაც შენ სხვა მოგაწოდებს, რაღაც სივრცეში ჩაკეტვით და წიგნების შემოგზავნით. ნებისმიერი მეთოდით. მე მგონია რომ შეგიძლია მაქსიმუმ ადამიანებს შეგვიძლია ის რომ ერთმანეთს რაღაცა შორიდან ესე ხელი უბიძგოთ ან დავეხმაროთ, მივეხმაროთ რაღაცა რა, მაგრამ ესე რომ მოდი ხა შენ წამოდი და იმ ოთახში ხა შეგკეტავ და ესქენი მე რასაც გეტყვი, ეგ ნიშნავს რომ თავი ღმერთი გგონია და რატო გგონია ღმერთი? ეგ არის ზუსტად ტოტალიტარიზმი. რომ მე რასაც გეტყვი არ არის. შენ თეორიულად ეგ არის რომ მე რასაც გეტყვი იმას იზავ, მაგრამ ეგრე მრავალმნიშვნელოვნად არ არის მე რასაც გეუბნები აკეთებ. აქ უბრალოდ ის მომენტია რომ მოდი მოვიფიქროთ, პირველ რიგში უნდა ჯერ დავიწყოთ ეგეთი საფუძვლის ჩაყრით რა, რომ ადამიანისთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი ის რომ განიცდის სიცოცხლეს. ის სიცოცხლის განცდა არის თუ არა ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი და უმძაფრესი და უმნიშვნელოვანესი განცდა ადამიანისთვის. ჩემი აზრით კი. ხო, თუ საზოგადოება დავუშვებს რომ ეს არის ეგეთი განცდა და გვესაჭიროება ადამიანებს, ოკეი, შესაბამისად, მოდივთ სადაც რომ გავუღვიძოთ ეს ყველას. და ამის საუკეთესო ფორმა, რაც ვასიკო ეჟერადეს მოაფიქრა და იდეაში ჩემი წარმოდგენითაც ეგ საუკეთესო ფორმა არის ის, რომ ლიტერატურა კი არ ვაკითხოთ. ეგ რეალურად საუკეთესო მექანიზმია უბრალოდ. მაგალითად, ვიზუალურ ხელოვნებას რო უკეთესად შეეძლოს ფართო მასშტაბზე და არა ინდივიდუალურ დონეზე, რომ სიცოცხლის განცდა გაგიჩინოს. რავი, ჩავკეტოთ და ნახატები ვაყურებინოთ. ხო და ეგ არის რომ ბიჭო, რო კეტავ და რაღაცას აყურებინებ. დამთავრდა მან მორჩა უკვე. ხო, ტოტალიტარული რეჟიმის ელემენტი შემოდის, მაგრამ მოდი ეგეთ შეკითხვას დაგიშალო. ხო. წარმოიდგინე ისეთი ტოტალიტარული რეჟიმი, რაღაც სულს ვამბობ. არა, ისეთი ტოტალიტარული რეჟიმი წარმოიდგინე, სადაც ყველა ადამიანი ბედნიერია, ყველა ადამიანი სიცოცხლეს მაქსიმალურად განიცდის და ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არსებობა. ყველა ადამიანი საკუთარ თავს მაქსიმალურად ავლენს და ყველა ბედნიერია. ესეთი ტოტალიტარული რეჟიმი გაწყობს თუ არა? ბიჭო, ნახე, მე მგონია რომ იმისათვის რომ გიპასუხო, კითხვა უნდა იყოს ლოგიკურად გამართული და მგონია რომ წინააღმდეგობა შეიცავს. ტოტალიტარული რეჟიმი ეგეთი ვერ იქნება პრინციპში. შეუძლებელია. ეგრე მესმის. არ ვიცი ხო. ყოველ შემთხვევაში დაუშვათ რომ ეგრე იყოს, მაინც არის. მაშინ უყურმად შეგიკით, მანდაც თუ
მანდაც ვერ მოკაც არას მეტყავ ჩემ მაშინ მეორე დატრიალება იქნებოდა რომ თუ ეგეთი საზოგადოება შეგვიძლია მივიღოთ მაშინ მაგ საზოგადოებამდე მისვლა ტოტალიტარული რეჟიმით თუ დაგჭირდა გამართლებული იქნება თუ არა არა აბსოლუტურად გაუმართლებელია იმიტომ რომ ადამიანის ბუნება არის ეგეთი რომ აუცილებლად გადაუხვევ ანუ ნახე ჩვენი აზროვნება ხო აბსოლუტურად ბიბლიური ანუ რას გულისხმობ იცი ჩვენ დაცემულის პერსპექტივიდან ვაზროვნებთ რა და შეუძლებელია რომ არსება რომელიც არის გამოდევნილი 64-დან რომელიც არის ცოდვილი იმთავითვე ეგეთი საზოგადოება შექმნას ეგ მესმის კაცო ანუ მართოს რაღაც პროცესები ანუ ზუსტად მაგიტოა რომ ტოტალიტარიზმში ღმერთის არ სწამთ ანუ ღმერთის ადგილს იკავებს მართველი იმიტომ რომ აქ ღმერთი თუ არის მაშინ შენ ეხა მე რომ მიწევს არჩევანი რომ სტალინი თუ ქრისტიანი ვიყო ანუ ორივე ხო ვერ იქნება ან ერთი უნდა იყო ან მეორე ხო ქრისტიანი თუ არ მაშინ მე ვარ ანტისტალინისტი სტალინისტი თუ არ ქრისტიანი რანაირად ვარ ხო შეუძლებელია ხო იმ მაგიტო იკავებს მაგიტოა ყველგან სტალინი რა ანუ ზოგადად ტოტალიტარი მართველი დიქტატორი მისი ფოტოები მის ანუ ხატის დონეზეა აყვანილი რომ მას ვეთაყვანოთ ხო შეუძლებელია თანაარსებობა და ამიტომ არ მწამს რომ როცა ღმერთი და ადამიანი არის გვერდ ვერ ავირჩევთ ადამიანს რა ეგ არის აბსოლუტური ანუ აი მაგაში ნახდა დარწმუნებული ძალიან ეს საზოგადოება და ეს წარმოდგენა არის ძალიან ჰიპოთეტური ჩემი აზრით ეგ არის იდეაში 64 რომელიც შეგვიძლია წარმოიდგინე 64 ღმერთის გარეშე 64 სადაც ადამიანი არის მნიშვნელოვანი და არა ღმერთი რა ეგეთი 64 შეგიძლია წარმოვიდგინე ხა ძალიან ისეთი კითხვა და მეშვიდე რომ 1.5 საათი უნდა ვიფიქრო ხო და ძალიან ცუდია ეს ეგეთი სამყაროს წარმოდგენა ასე ამ მდგომარეობიდან არ ვიცი ვერი არსებობს ალბათ ეგეთი 64 ხო ამ მოსახედიდან რომ შევხედოთ კაცობრიობამ და საზოგადოებამ ვერი არსებობს შეუძლებელია მაგრამ ჰიპოთეტურად თუ შეგვიძლია დავუშვათ 64 სადაც ადამიანი ამ მნიშვნელოვანი და ღმერთი არ არსებობს ანუ არ არსებობს რა გაგებით არა ხვდები კაცო ხო ეგეთი საზოგადოება იქნება და აი ეს ვასიკო კეჟერაძეს როგორიც უნდა რომ გახადოს საზოგადოება რომ სიცოცხლისგან და ის მთავარი ის არის რომ მე არ მგონია რომ ვასიკო კეჟერაძეს უნდა ეს მე მგონია რომ უბრალოდ ეღადავება ამ ხალხს რა რომ აი ნახე ეუბნება რომ აი ნახეთ ეხა თქვენ როგორი საზოგადოებაც გინდათ აი ეგეთ იდეას მოგაწოდებთ და თან ისინი ვერ ხვდებიან რომ ეს ეღადავება რა ანუ საკუთარ ენაზე აღწერს იმათ მიერ შექმნილ საზოგადოებას. გესმის? ხო და ზუსტად ეგ არის რომ ვასიკო კეჟერაძე არ არის ეგო. კარცერლუქში არ უნდა ვასიკო კეჟერაძე. ესმის ძალიან ანუ ეგ არის ავტორის პერსპექტივიდან რომ შეხედო ვასიკო კეჟერაძის მიმართებას და მე აქედან ვამბობ რომ მოიცა გურამ ორი წამი თუ შეიძლება მე მგონი მაგარ რაღაცას მიაგენი და მე მგონი 64 შეგვიქმენი სადაც ადამიანია მნიშვნელოვანი. ანუ მე მგონი ჩემი ინტერპრეტაცია როგორც ყოველთვის მთელი რაღაც მეცხრე ვიდეოა რაღაც სადღაც რაღაცა დებილობას ვისვრი რა და აქაც ეს დებილობას არისვრი მაგრამ რა გადაგებით მე ძალიან მომწონს ჩემი ინტერპრეტაცია ხო იმედია თქვენც და რაღაც კომენტარებს უწარმოებები და ის არის რაღაცა აზრობრივი კითხვები დასვით რა გეხვეწებით ხალხო იმიტომ რომ ჩვენს ყველა კომენტარს ვკითხულობთ აბსოლუტურად ვიცოდეთ ხანალა არა ხო ყველას ვკითხულობთ და ეცადეთ რომ რავი რაც გაგისწორდებათ დაწეროთ რა იმიტომ რომ გვაინტერესებს ჩვენც მართლა ძალიან გვაინტერესებს იმიტომ რომ იდეაში ამას რო ვაკეთებთ კი საკუთარი თავისთვის და გასაზიარებლად ვაკეთებთ მაგრამ რაღაც მომენტში მნიშვნელოვანია ჩვენი მაყურებელი და მე ძალიან მიყვარს ჩვენი სოციუმის ხალხი, კაი ხალხი შეიძლება ძალიან. რა აზრის ბრძანდებით რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით. ახლა რომელიღაც ჩვენგანი თუ ცოტა გადახვეულად რაღაცა აზრს შემოიტანს, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მოგწონთ თუ არა ეგ აზრი ან ლოგიკა იდო თუ არა მაგაში. რაღაცები რა. ხო, ეგ არის და მან კიდე ის არის რომ ვასიკო კეჟერაძე რეალურად მკითხველსაც იმაშვება რა, მიმართავს მაგით. რომ აი ეგ თქვი ხო რომ ანუ გამოცდას ჩვენ გვიწყობს ანუ კითხველი ამ ტექსტის პროცესში გადის გამოცდას საკუთარი აზროვნების შესახებ. ეგ მაგაში მოყვება. ეგ არის რა. იმაზე მაინტერესებს თუ ეთანხმები ამ ფრაზას. ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ. უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი. ეთანხმები. აი როგორი რაღაცა იცი და ეხ წეგანც მინდოდა მაგის თქმა რა. აი მე არ მომწონს ის ამბავი რომ რაღაცა მშობლები რო შვილებს წიგს საკითხები და უფრო ჭკვიანი გახდება და იმ დღეს მოვისმინე ვიღაც ადამიანი მეუბნება რომ რატო კითხვაზე იყო რა ვიღაცა მკითხა რატო კითხულობ ამ ადამიანს და სიტყვის მასალა რომ მქონდესო გულმა დამარტყა ღმერთიცა ვარ ანუ არ არის ეგ ჩემი წარმოდგენით ეგ ლიტერატურის კითხვისას მნიშვნელოვანია წა სამეცნიერო რამე წაიკითხოს კაცო რა უნდა ლიტერატურისგან რა არა მანდა არ გეთანხმები მე ისა ბევრი წიგნიდან მაქვს ამოწერილი სიტყვა ხო და არა ეგრე მეც მომწონს კაცო ამას სიტყვებს რო ხვდები და მე გულწრფელად გძნობ რომ
ბევრად უკეთესად ვლაპარაკობდა, ბევრად მაგარ რაღაცების თქმის უნარი მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ლიტერატურას ესე ხშირად კითხულობ. მაგრამ აი ის წარმოდგენა, რომ ლიტერატურა წავიკითხე, იმიტომ რომ სიტყვების მასალა გამიდიდეს. არა, ეგ ეხლა მთავარი მიზანი ხო, არ უნდა იყოს ხო, მაგრამ ხო და ამასაც მაგით ვარ ვთანხმები ამასაც რა. ანუ მე ყველა მოთხრობის და რომანის საკითხვის მერე დიდი ალბათობით უფრო მეტი ადამიანი ვიყავი. ცხადია ალბათ. კაი, ცხადია რომ ვიყავი, ვიცი რომ ვიყავი, მაგრამ აი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რა. საერთოდ რატო კითხულობ? არც მე არ ვეთანხმები აქ ვერ ვთქვა. ხო, მე ვკითხულობ, იმიტომ რომ სიამოვნებთ, მორჩა. ადამიანები კიდე იმიტომ ვკითხულობ, რომ ამბები მიყვარს. ანუ ჩემთვის ლიტერატურაში ძალიან აი ეს იყო. ერთ ჩემ მეგობარს ედო სტორი ვიღაცის ფრაზა რა. სამყარო ატომებისგან კი არა, ამბებისგან შედგება. და მეწონა აი ვეთანხმები 100%. თან მან რა არის მთელი სილამაზე იცი? ამბის სიდიადე მისი მასშტაბით არ განისაზღვრება რა. მასშტაბში რა ზულისხმობ? ანუ რამდენად ფართო მოცემულობის არის ან რაღაც აი ტროას ამბავი და ვიღაცა ქალს ან ტროას ამბავი და ქუჩაში წაქცეული ბავშვის ამბავი ერთნაირად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ერთნაირად მნიშვნელოვანი. ეგ თორე რთული ის არის. ხო, მთელი მუღამი მთელი სილამაზე მან არის ის, რომ ამ ამბავში პატარა დეტალი რო არსებობს, რამხელა გავლენა შეიძლება ამ დეტალს ადამიანის ბუნებაზე მოეხდინა და რამხელა გადატრიალება შეიძლება ყოფილიყო. ანუ საიდან შეიძლება ადამიანმა დაიწყოს და სად შეიძლება მივიდეს. იმიტომ რომ ტროას ომი შეიძლება 10 წლიანი იყოს და დაიწყოს და დამთავრდეს ესეთი მასშტაბური რაღაცით, მაგრამ შეიძლება ბავშვის დაცემაც ეგრე მოხდეს. ვიღაცა კაცმა ფეხი წამოკრას დაიცა და აი ძალიან მაგარი იქნება ორივე ამბავი რომ მოყვე და მოისმინა. აი ეგ არის ამბების სილამაზე. და ჩანს კურსი არის storytelling-ის რა ვიღაცა არ მახსოვს ვისია მოკლედ იქ ამბობს ეგ ადამიანი რომ ადამიანები ვართ ერთადერთი არსებები რომლებიც ამბებს ყვებით ხო და ეგ არის ალბათ მთავარი განმასხვავებელი სხვა არსებებისგან რა იმიტომ რომ ეს ფორმა სათქმელი გადავცეთ მეტაფორულად არის ძალიან მაგარი რა აი ხა ჩვენ რო დავჯდეთ და პირდაპირ რო ყველაფერი ისე ვილაპარაკოთ გადატანითი მნიშვნელობის გარეშე რა ეგ იქნება აი რაღაცა აი გუშინ ხო აი გუშინ ველაპარაკებოდი დედაჩემს და მიყვებოდა უცე არ მახსოვს საიდან სად გადავედით მაგრამ თავის სკოლის რაღაცა პერიოდზე მიყვებოდა რა და მეთქი თმა შესაჭრელი მაქვს თქო და კიო შვილო ლენინივით გაქო თმებიო და მეთქი დედა ლენის თმა გასვენელი ხონდა რანაირად მაქვს ლენინივით თმები და არა შვილო შენი ასაკის რო იყოო და მეთქი რა იცი ჩემი ასაკის ლენინის ვარცხნილობა საიდან შვილო ჩვენ სკოლაში ყველაფერს გვასწავლიდნენ და სკოლიდან ვიციო რა აი მაგ ამბით ეხა რაც მე მომიყვა ძალიან ბევრი რამე მივხვდი რა კონტექსტში უწევდა სწავლა რა აი ხა პირდაპირ ეთქვა და შვილო ჩვენ გვასწავლიდნენ ამას და ამას აი რაღაც არ დამამახსოვრდებოდა რა და არც აქ მომყვებოდი მაგრამ ამბით რომ მოყვა ეგ არის ეფექტური რა, ეფექტურია რა. შენზე ნაპერწკალს გიჩენს და მე გრჩება ეგ ნაპერწკალი რა. ხო. მაგიტომ უნდა ვიკითხოთ ზუსტად. ამბებია მთავარი რა. მე ზოგადად ყოველდღე დარწმუნებულია რომ ამბების გამო ვარსებობ რა. იმისთვის რომ ამბები მოვისმინო. და მოყვე. ხო, და მე მოყვე. ცუდად ყვები მე როგორც წესი ამბობს, მაგრამ აი ყოველთვის ძალიან მიყვარს ვიღაცა ადამიანი ახლო არა ახლო ნიშნობა რა ჩემთვის. რომ მოდის და აი ესე რო იწყებს ის ამბობს რომ აი мама ჩემი რო ჩვენ ხელა იყო და რაღაცა რუსეთში რაღაც საკეთებდა და მე ვზივარ აი ხაცა ანიშე წახვედი ბიჭო არა რაღაცა ერთი ძალიან მაგარი ისტორია მაქვს მოსმენილი რაღაცა რუსებთან ჩხუბი მოსულიათ ამ ჩემ ძმაკაცის მამას და ძმაკაცებს აუ ძალიან მაგარი ისტორია მე მოგიყვები რო ჩა აი ეს მიყვარს ეგ მომენტი და ვასიკოსთვის არ ვიცი რამდენად ეგ არის მაგრამ ახლოსაა რა მაგასთან ხო ვასიკოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქ ძალიან იმ ხელა მონოლოგი რო აქვს მაგაზე თუ რა ლიტერატურა იქ ლაპარაკობს და რამდენი ქალი მყარებია რამდენი რაღაცა კაცი მომი ცოტა ტრაგიკული კაცია ისე სიყვარულის გაგებით და ეგ არ მომწონს ო მოისფრო ხო მოისფრო ბიჭო ძალიან აი ეგეთ რამეს აი მარტო მაგ ფრაზას რო დაწერ შეგიძლია რომ აი ესე კალამი აიღო დადო და წახვიდე რა აი იმდენად მაგარი წინადადება ეგეთი სამი სიტყვა როგორ მოიფიქრა რომ ზუსტად დაესვა კონტექსტზე ბიჭო არ ვიცი და მაშასათა სასწაულის აუ და მე იმაზე ვფიქრობდი პირველად რომ ეგ ქართულის მე-12 კლასში წავიდი ხა პირველად ნაწარმოები და მაშინაც სიტყვა მოისფროზე ეხაც მაჟუალებს ეხაც მაგ სიტყვას რო ვიხსენ მან მაშინაც ეგეთი რეაქცია მქონდა რა ის ამბავი ხონდა თქვენ მაგ აბიტურიენტობისას რო ვასიკო კეჟრადის მადარები ბიჯიბების და ოჯიბების ის გამო
და მოისფრო რო წავიკითხე მე ვთქვი ვაიმე დედა და მაგის მერე სულ რამდენჯერაც ეს სიტყვა მახსენდება სულ ფიქრობ იმაზე რომ რანაირი თვალებით უნდა დააკვირდე ქალს რომ მიხვდე რომ მოისფროა ანუ მოისფრო პირდაპირ გაგებით კი არა ანუ სიტყვა მოისფროს გავს ანუ ეგეთი ცოლი რო შეგხვდება რომ მოისფრო შეგიძლია დაუძახო სიო დახურული აქვს დახური და ვიღაცა კაცს რო უყურებ და პირდაპირ ასოციაცია რო რა გამაცხარი გავძეხი ძალიან კაი სიტყვა მაგის შესაბამისად და მე რა მომწონს კიდე ამ ტექსტში იცი და ძალიან მომწონს ეგ დოსტოევსკის ირატა ქვეშეთის ჩანაწერებთან მქონდა ერთი პრობლემა რა ხო რომ ფანტაზიის უნარს ანუ წარმოდგენის უნარს რა ზოგადად სხვა პატარა ნაწარმოებებშიც ისეც და ასეც დოსტოევსკი ძალიან უარყოფითი კონტექსტით აფასებს რა ანუ მისთვის ეს არა მნიშვნელოვანი ხო პირიქით ანუ იმდენად მძაფრი არსებობის ფორმა ფანტაზიაში ყოფნა მუდმივ ფანტაზიაში ყოფნა მივხვდი რომ ეგ სასიცოცხლო ენერგიისგან გცლის და ვეღარ არსებობ როგორც ადამიანი და შენი ფანტაზიების ნაყოფი ხარ მხოლოდ და აქ ამ ტექსტში რაღაცა პირიქით რეალდები რა რომ ფანტაზიის უნარი გაძლევს საშუალებას რომ მილიონჯერ უფრო ცოცხალი იყო ვიდრე ნებისმიერი ჩამოლაბორანტოებული ადამიანი გაიქცე რეალობას ზუსტად და ეგ ძალიან დიდი ნიჭია ამ წერილს გარო ეგრე დაატრიალებს და მოძრაობაც ეგ არის ხო იქ რომ ამბობს რომ ადამიანებს შეგვიძლია მარტო ეგ მუდმივად რაღაცაზე ფიქრო და თუ არ იფიქრებ ესე იგი მკვდარი ხარ ზუსტად მაგას ნიშნავს რომ აზროვნება არის სიცოცხლე და ანუ მოძრაობა და აზროვნება გატოლებულია ხო და მაგის გარეშე მკვდარი ხარ კი და მან შემოდის მე თავისუფლების მცნევა რომ რა შეიძლება იყოს მაქსიმალური თავისუფლება და არსებობა არა მარტო საკუთარ ბუნებრივ თავში, არამედ ფანტაზიაში. იყოფნა სადაც ხარ და იყოფნა სადაც შეგიძლია იყო. და ამათ შორის უფსკრული რო არის, ეს კი არ გაშინებს, არამედ მოძრაობის საშუალებას გაძლევს. და მე ამ ტექსტში ძალიან მიყვარს ერთი მომენტი, დუელის სცენა. რო ხელმძღვანელი და ვასიკო კეჟერაძე რო დგანან, სრული საპირისპირო მდგომარეობები. თან ორივე უფროსია ის. ზუსტად ისინი პატარები, სეკუნდანტები, ვიდექით, მე და ის. და ეგ სცენა მაგიტო ძალიან მიყვარს, რომ სრული დაპირისპირებაა, რომ ვასიკო კეჟერაძე არის მარადიული აწმყოს უმაღლესი ფორმა. ისეთი მარადიული აწმყო, რომლის ჩართვა გამორთვა ყო ნებისმიერ მომენტში შეგიძლია. ნებისმიერ მომენტში როცა ფიქრობ, ხარ მარადიულ აწმყოში და ხარ იქ სადაც შენ გინდა. და როდესაც შეგიძლია გამორთო ეს ყველაფერი, ხარ ფოტოგრაფი, რომელიც იჭერს წამს მაინც. და მაგიტომ მიყვარს ამისი პროფესია, რომ ეს არის ფოტოგრაფი, წამებს იჭერს. და მისი მთელი შილამაზე არის, მაგრამ გაჩერდ ფოტოგრაფია ხო ეგ. მე ცოტა სხვანაირად გავიგე. ფოტოგრაფია? ხო. ანუ ეს არის ამსახველი იმ საზოგადოებისა, სადაც ყველა ერთმანეთს გავს რა. ანუ აი კედლებზე რო ყველას ფოტო აქვს გამოგული რა. და მე იმაზე რო ამბობს, რომ ეს დამიმატე იქ თუ შეიძლება. აი რაღაცა სასაფლაოსავით არის, რომ საფლავის ქვები ულაგია კედლებზე, რომ აი ეს საზოგადოება ვართ და მე ამას აღბეჭდავ. ანუ წერალი საკუთარ პროტოტიპად აყალიბებს ამ პერსონაჟს რა. რომ აი მე ხა აღწერ ამას და ვასიკოც ეგრე აკეთებს, რომ აი ფოტოს უღებს და კიდევს. აი ხალხო ეს არის დღეს ჩვენი საზოგადოება, ეს ხალხი. და მე ამადგან სხვა ვარ. მე გული მტკივა ეგრე თუ შევხედე, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს ეს კაცი რო ფოტოგრაფია და ანუ სიცოცხლეს იჭერს და კედელზე სვავს რა. ჩემთვის სიკვდილი გავიჭირე და ხო ეს. კაი ისა, ეგრე არ შემიხედავს. მაგიტო ფოტოგრაფია, ანუ ეს კაცი რო ფოტოგრაფია არ იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება ტექსტი. ხო, ეხლა ყველა თქო რა არის. დარწმუნებული აქ ეგრევე რა. და ის მეორე უკვე ხელმძღვანელი არის რაღაცა. ბიჭო, ანუ ერთი ძალიან ანუ სამი შეხედულება მაქვს რა, სამი შეხედულებით უყურებ. ერთი არის რომ ავტორს რაც უნდა, რომ გროტესკულად რაღაც დაგვიტრიალა და თურმე ანუ რაღაცა რეჟიმის ხელმძღვანელი პირები, უმაღლესი პირები, რა ლამაზები შეიძლება იყვნენ ვითომ გარედან ვიზუალურად, მაგრამ ბუნებრივად რეალურად რა მახინჯები არიან. ეგ ძალიან მესმის და მართალიც არის. მეორე ამბავი, რაც უბრალოდ ყოვლად ესთეტიკის თვალსაზრისით მომწონს ამ კაცის ეს მიმართება, რომ რაღაცა ის არის სიმპათიური არის, ეგ ძალიან მომწონს, ქარიზმა რო აი ხელა ქარიზმა რო ქალს რო ეფლირტავება, ეგ სცენა ძალიან მომწონს, რაც არ უნდა გროტესკული გვეჩვენება და ეს მე ძალიან მომწონს კიდევ. და მესამე არის უბრალოდ რამდენად უმნიშვნელო არის ამ ადამიანისთვის ის, რომ სიცოცხლის უნარი აქვს. იმდენად უმნიშვნელოა, რომ უბრალოდ რეჟიმშია გაყინული და მორჩა. ანუ რეალურად ძალიან მოძრავი პერსონაჟი არის, ძალიან აქტიური არის. შანსი აქვს, რომ გაფრინდეს და ის არის გალიაში. ზის, თავისი ნებით ზის და მოწონს რომ ზის რა. ხო. და მე საპირისპირო დატრიალება ვასიკო კეჟერაძე და რეალურად ვასიკოზე გონია რომ გალიაში ზის, იმიტომ რომ სუფიქრებშია, იმაშია, სულმაშია, მაგრამ ხო, ვინც დაფრინავს კი ვიცი დაგერა. დაფრინავს რომ საზღვრები არ არის ის რაც კეტავს რა, ანუ სხვა საზღვრებშია ის და ეგ საზღვრები ხელს არ უშლის რომ გავიდეს გარეთ. ნებისმიერ მომენტში თუ უნდა რომ საზღვრებს გაცდეს, გაცდება. პრობლემა არა. და მაგას აძლევს ლიტერატურა.
და ის მიყვარს ფოლკნერი როგორც აღწერს ადამიანებს რა. ხო. რა მოდელიც აქვს ფოლკნერს ადამიანების აღწერის. არის ეგეთი, რომ იღებ რაღაც მახასიათებლებს და რაღაცა წარმოიდგინე 4 კუთხედი რა, ამას ხო თავის წერტილები აქვს და ყველა ეს წერტილი რომ ადამიანის მახასიათებლები იყოს. და რაც უფრო შორს გაწელა, უფრო მასშტაბურია ეს ადამიანი, მაგრამ ყოველთვის რაღაც საზღვრები გექნება რა. ანუ 4 კუთხედში ხო კედლები გაქვს. ეს კედლები საზღვრებია და მორჩა. მარტო ამ საზღვრების გაფართოება შეიძლება მარტო მაშინ ფოლკნერობს ეგრე რომ, როდესაც რაღაცა ძალიან მასშტაბური განცდა შემოგეჯეხება. მარტო ტრავმაზე არ ალაპარაკი, სასიხაულოდ შეიძლება იყოს საბინძურს ხო. მე ძალიან უწევს ეს შეხედულება. და ვასიკოს საერთოდ არ არის მაგ მოდელის ტიპი რა. ანუ აი იდეაში ეს მოდელი ძალიან სწორი მგონია მე ადამიანების აღწერისას, მაგრამ ვასიკოს ვერ ვსვავ საერთოდ ამ მოდელში. აი საერთოდ ვერ ხვდები მისი მახასიათებლები რა არის და რა წერტილები შეიძლება ავუღო და რა მასშტაბამდე გავიტარო. იმიტომ რომ ის ადამიანი არ არის. ანუ მისი მოცემულობა ძალიან შემთხვევითად ან ძალიან განზრახულად ავტორისგან მოხდა ეგრე რომ იმდენად თავისუფალია რომ ჩარჩოები არ არსებობს. ანუ ის ადამიანური ჩარჩოებიც არ არსებობს რომელიც ადამიანად ქმნის. იმდენად გასული ხარ რა. ანუ ყველა პერსონაჟია რომელიც წაუკითხავს. ყველა სიტუაცია რომელიც უნახავს. ყველა კარგი მკითხველია რა. გენიალური მკითხველია. ალბათ. ოღონდ მე ძალიან დიდი შური მაქვს. სნობური დამოკიდებული. ხო, ეხლა უნდა მეთქვა რომ მე დიდი შური მაქვს რომ ესეთი მკითხველი არ ვიქნები არა. ხო, ცოტა ის აქვს რომ აი რაღაც დამცინავ ეგ არ მომწონს რომ აი იმას ცოტა ისე უყურებს, ამას ცოტა ისე უყურებს. ხო, მაგრამ იქ ხო ეუბნება იმას. არა, საბოლოო ჯამში კარგი ის არის რა ქვია. ისე მაგაზე რა აზრის ხარ? რაზე? ბედნიერი ხარ რო არ წაგიკითხავს ზე. ой, მე და ვერ გახსენე. ბედნიერი პირველად წაკითხვაზე? ხო. არ ვიცი ეგ პირველად წაკითხვის ბედნიერება მომწონს, მაგრამ ისიც შეიძლება რომ მეორე წაკითხვაზეც იგივე სიამოვნება მიიღო და უფრო მეტიც, ანუ ადამიანს გააჩნია რა. ხო, მე მაგალითად მეორე, მესამე, მეოთხე წაკითხვაზეც იგივე ბედნიერება მევადება. ხო, მე ფილმებზე პირველზე ვარ ეგრე მაგალითად. ან ბავშვობაში რაც მეყოდა იმას რომ უყურებ, მაგრამ ეგ ხა ის სხვა არის. ფილმები ხო უფრო ნაკლებად გიყვარს ვიდრე ლიტერატურა. ხო, მაგრამ იმ ფილმებზე ვარ ეგრე პირველად, აი ბეჭდების ბრძანებელს რომ ვუყურე, აი ეგ იყო ვახ, ეს ასაული, მაგრამ კითხვით უფრო ხო, არ ვიცი. არა და თავი პირველად რომ ეგ ნაწილი წავიკითხე, ეს რო ეუბნება რომ პირველად განცდის ბედნიერება რომ შეგიძლია შურსო იდეაში ხო ეუბნება და ახლობთ ეგეთ რაღაცას რა და მე მეგონა რომ ვასიკოს არ შეეძლო რომ ხელმეორედ წაიკითხა წიგნი და იგივე ბედნიერება განიცადა რასაც განიცდის, მაგრამ მე რომ დონ კიხოტს ახსენებს და ჟურვალებს ანუ ხო ან დამიდასტურდა რომ კი როგორ არა შეუძლია იგივე განიცადოს და აღარ მისმის რატო ეუბნება მაგას. დიდი ალბათობით პირველად რო დაგაჟრიალებს იქიდან მოყოლებული უფროსოს ხალი ხარ, იმიტომ რომ უკვე იცი რომ დაჟრიალებს. ეგ შეიძლება იყოს. დონ კიხოტი ძალიან უყვარდა ის დოჩანაშვილს და შემთხვევითი არ არის რომ ეგ ტექსტი ეგრე ღირებულად გამოკვეთა ამ წიგნში, ხო? იმაში მოთხრობაში. მე ხო ჩოვის მეწყინა 1-2 წერალი არ ახსენა შიგნით. აუ ახლა სამაგერო ლიოს ახსენა და კორტას არის და შენ მაგით მაყოფილი. კი, მაგით ძალიან მაყოფილი ვარ ეგენი რომ ახსენა. თავისუფლად შეიძლება სხვა ვიღაცები ახსენა. სხვა ჩორთ ქართულ ლიტერატურას არ ახსენებს საერთოდ. პოეზიას ახსენებს ბოლოშენ პოეზია. გალაქტიონი ქონდა ბოლოს. ხო, მე მაგათ ახსენებს კი, მაგრამ ესე პროზაულ ტექსტებს არ ახსენებს არც ერთს. ნუ ეხლა რა ყველაფერს ხო არ ახსენებდა. ხო, გამიკვირდა უბრალოდ რა. ჩვენ ეხლა რავი Facebook-ის კომენტარებში დავხსხეს იმიტომ რომ რაღაცა ქართული წერილს. აოსანი ბიჭო, პირველზე დავაყენე და პირველზე როგორ დაგენა, რანაირად დამენა დავაყენე. აუხსენი რა მან რას გულს. აუხსენი მე დაუწერე კომენტარში რომ მეთქი, რავი პირველზე დავაყენე უბრალოდ როლანდზე და ვეფესტყავსანი რაინდული ეპოსებია და ის პირველზე როა და ეს მე-10-ზე მეთქი ცოტა უცნაურია რა, იმიტომ რომ მაგ ჟანრის იმას ერთად დავაყენე და აუ წამოვიდა ეს ვინ არის ეს გათახსირებული ადამიანი ვეფხისტყაოსანი როგორ დაენანა აუ ისე სასაცილოა Facebook-ის კომენტარები აუ კი ხალხო ჩავუყევით ხოლმე Facebook-ის აი მამა ჩვენების და დედა ჩვენების ხელა ხალხი რო იმას გვიშვება რა ქვია აი ეს ტუტუს მაგრამ რამდენიმე კომენტარი იყო ისა ხო კაი ხალხი იყო თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო და რაღაცა გამიხარდა საზოგადოება ირგული ძალიან მაინც სასიამოვნოა საბოლოოდ. აი მოწკეპილები არიან რა, აი რამე ისეთი თო გაგეპარა, აი რაღაცა ისეთი, აი ეგრევე მომზადებული არიან რომ შემოვარდნენ, აი შენ ისეთო შენაზე. აი ვიცი. აუ კაი ტექსტია რა. კაი ტექსტია ხალხო და რა ვიცი იმედია რომ რაღაცა ცოტა დიდი ხანი ხო არ გამოგვივიდა. არ ვიცი. აი შეგო ფიქრობდი და 1-40 წუთი მინიმუმ 40 წუთი. მნიშვნელოვანი ტექსტია. და ხო, რაღაცა
ცოტა შევეცადეთ რომ ცოტა განსხვავებულად გვემსჯელა, იმიტომ რომ ეხლა სკოლაში ყველა გავდივართ ამ ნაწარმოებს და შესაბამისად იგივე რო არ გვეტრიალებინა, ცადეთ რომ ცოტა სხვანაირად გვექნება. შეგახსენეთ ისევ რომ გამოიწეროთ არხი ხალხო, 1000-მდე ცოტა გვიკლია უკვე და ხო 180 არა 822-ია უკვე ხა. ო, მართლა? 822-ია. ხო და ავიდეთ ხალხო 1000-მდე, ძალიან გაგვიხარდება მართლა და რაიმე აი ესეთ განსაკუთრებულ ეპიზოდს შემოგთავაზებთ 1000 გამომწერზე. ასევე შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ მიკროფონის და კამერის ყიდვაში, ამისათვის KISS-ის ლინკი იქნება აღწერაში. დიახ. მადლობა და მე კიდე ერთი შეკითხვა მაქვს მაყურებელთან, თუ არ დაიზარებთ. მე ძალიან მაინტერესებს ცნებებზე ჩვენი ლაპარაკი, ან თუ უნდათ რომ რაღაც ვიდეოებში, რაღაც ბოლო 10 წუთის სიტყვაზე დავხარჯოთ იმაზე, რომ ტექსტში არსებულ ცნებაზე ვილაპარაკოთ. რა ესე ტექსტი, მარტო ტექსტი კი არა, სიტყვაზე. ხო, რა ზოგადად რომ თუ ტექსტში მნიშვნელოვნად არის გამოსახული თავისუფლების ცნება, ან უფრო ნაკლებად ისეთი მძაფრი ცნებები, რაც შეიძლება იყოს ცივილიზებულობის ცნება, რაღაცა მსგავსი, აი უშუალოდ ეგ ცნება რას მოიაზრებს, რას ნიშნავს, რას გულისხმობს თავის თავში და როგორ გამოიხატება. მაგაზე თუ გინდათ რომ ველაპარაკოთ, დაგვიწერეთ კომენტარებში, რომ კი გვინდა და ეგეთ რუბრიკას რა ნაწილს შემოვიდა. აი დღეს რო ლიტერატურაზე ვისაუბრებთ და ზოგად ჭრილში, აი ეგრე რომ რაღაცა მაგალითად ვეფხისტყაოსანზე რო გქონდეს, დაუშვათ სიყვარულზე ან რაღაცა მეგობრობაზე დახმარება, რაღაცა ზოგადად ის. ხო, ეგ თუ გაინტერესებს დაგვიწერეთ. ტექსტში დარჩენას ვცდილობთ მეტნაკლებად და რაღაც მომენტში თუ გინდათ რომ გავიდეთ და ზოგად ცნებებს დავუკავშირეთ, გაგვაგებინეთ. ეგ არის და ეგ. მადლობა ხალხო. კარგად. შეხვედრამდე.